მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ გავაკეთებთ მოკლე გაშლა შენ და ფინანსები. და პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ მე გავანახეთ ჩემი არხი, სადაც დავარქვი, რომელიც დავარქვი ფულის კოდი. და იქ ჩვენ ვისაუბრებთ თემებზე, როგორც ფინანსები, პირადი დანიშნულება და ასე შემდეგ. იმიტომ რომ მე ვიცი, რომ ახლა ზოგს უყვარს ეს თემა, ზოგს არ უყვარს, მე ძალიან მიყვარს, ურთიერთობის თემაც მიყვარს, მაგრამ ფინანსები და პირადი დანიშნულებაც ძალიან მიზიდავს და მუშაობ ამ თემებზე წლები და რა თქმა უნდა, ამ არხზე იქნება უფრო გაშლები, როგორც ვთქვით, მოკლე ურთიერთობაზე, მაგრამ იმ არხზე იქნება გაშლებსაც დავდებ ფინანსებზე, ისი გარჩევები იქნება, მედიტაციებიც იქნება, სხვათა შორის იქ დადებული ფინანსებზე და პლუს კიდე დღესაც ჩავწერე ვიდეო დაიდება იქ აუცილებლად, სადაც მე ავხსენი საგვარეულო პროგრამები, მოკლე მიმოხილვა გავაკეთე და პატარა მედიტაციაც მოგეცეთ მე თქვენ, რომელიც დაგეხმარებათ ვიცი ძალიან. დღეს გავაკეთოთ ჩვენ ლინკი ვიდეოს ქვეშ იქნება, ვისაც მოგესურვებათ, შეგიძლიათ გადმოხვიდეთ იქ, რომ იქ უკვე ჩვენ თამამად ვისაუბრებთ მხოლოდ ფულზე და მხოლოდ კარიერაზე. აქ ჩვენ ახლა გვინდა ურთიერთობა, მაგრამ რადგან ეს თემა წამოვიწყე, მოდით ახლა ვნახოთ ჩვენ მაინც ფინანსებიც ვნახოთ. მოდით ვიცით როგორ გავაკეთეთ ფინანსები და ურთიერთობა. აი ვნახოთ ახლა თქვენი ფინანსური მდგომარეობა როგორ მოქმედებს ურთიერთობაზე. ეგ რო იცოდეთ, ეს სამივე თემა იცით თქვენ ყოველთვის გეუბნებით, არიან ძალიან დაკავშირებული ერთმანეთთან და ამიტომ ვნახოთ ახლა გაჩვენებთ სტარო ჩვენ. უბრალოდ ესეთი მოკლე გაშლა გავაკეთეთ ჩვენ. თქვენ ეხლა როგორი დამოკიდებულება გაქვთ ფინანსებზე და მე ვკითხავ, ეს როგორ მოქმედებს თქვენს ურთიერთობაზე. აი, საინტერესო მე ვფიქრობ რა. დღევანდელი თქვენი მდგომარეობა ფინანსური. აქ მიყურებს მე სხვათა შორის, მე მიყურებს აქ ხალი, აი, ხო ვთქვი, ნახეთ, ახლა გამოვიდა ეგრევე. პენტაკლების დედოფალი, პენტაკლების მეფე და მეექვსე არკანი. ხო გეუბნები სივრცე როგორ მუშაობს. თქვენ პრინციპში ნახეთ, ხართ ისეთი ადამიანი, აქ უკვე შემიძლია დაჟე ამაზეც მარტო ვილაპარაკო. ადამიანი, რომელიც მიესწრაფება საერთოდ აი კარგი, მშვენიერი ფინანსური მდგომარეობისკენ, როცა სტაბილურობა მიყვარს, როცა ფული როცა არის მიყვარს, როცა ყველაფერი, ჩემთვის, შვილებისთვის თუ შვილიშვილებისთვის თუ ისე, აი მინდა რომ გქონდეს და რა თქმა უნდა, მე ვირჩევ აი ესეთ მამაკაცს, თქვენ ნახეთ, ქვეცნობიერად შეიძლება ირჩევთ ისეთ ადამიანს, რომელსაც უნდა გქონდეს იგივე ფასეულობები რა, მასაც უნდა უნდოდეს რა, რომ თქვენ, აი როგორც თქვენ ხართ რა, აი ესეთი მამაკაციც რა თქმა უნდა გინდათ, იმიტომ რომ არჩევანი ავირჩევდი რა თქმა უნდა მე ისეთ მამაკაცს, რომელიცაც უნდა როგორც მე მიყვარს, თქვათ, სტაბილურობა, როგორც მე მიყვარს, თქვათ, აი ფინანსები, ისეთი მამაკაცი ნამდვილად მინდა რომ მყავდეს გვერდზე. ეს ეგრევე აჩვენებს თქვენი ქვეცნობიერი, რომ ნამდვილად აი ესეთ ადამიანს ავირჩევდი სიამოვნებით. ნახეთ, ეს სხვათა შორის ძალიან კარგია რა. ეს ეგრევე გვითხრათ ჩვენ უკვე რომ თქვენი ფინანსური მდგომარეობა, ესე იგი, აქ შემიძლია ვთქვათ, რომ ზოგისთვის შეიძლება იყოს ეს სიტუაცია, რომ დაუშვა თქვენ ხართ, თქვათ, დამოკიდებული თქვენს მამაკაცზე, თქვენს მეუღლეზე შეიძლება რა. საჯარო გაშლა და მაგრამ აქ ნახეთ, თქვენ სულებს, აი სხვათა შორის, ან თქვენ სივრცეში სადღაც არის ეგეთი ადამიანი, ან წესით უნდა იყოს ეგეთი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ აი ეგეთ ადამიანებს შეიძლება უმრავლესობა, ვინც აქ მე მიყურებს, ეხლა გაურბის. გაურბის რას? ნახეთ, ეხლა გაურბი ხართ, აი რომ ან თქვენნაირი რომ იყოს ძლიერი, ან თქვენზე ცოტა მაღალი
იყოს, თქვათ, ფინანსური მდგომარეობით, ხო? თქვენ ასეთ ადამიანებს გაურბიხართ იმის მიუხედავად, რომ აი თქვენთვის ეს ძალიან მაგარი სიტუაცია იქნებოდა რა, როცა მართლა სულიც ითხოვს ესეთ ადამიანს, მაგრამ არის მომენტები, რომ აი გეუბნებით რაღაცა, აი ვერ ქაჩავთ რაღაცას. რატომ? თქვენ თვითონ ნახეთ, ხო კი ბატონო, თქვენ თვითონ გაურბიხართ ესეთ ადამიანს, თქვენ არ ერჩევთ ესეთ ადამიანებს რა. ამ დროს სული ითხოვს და როცა ისეთი საინტერესო გაშლა გამოდის, ესე იგი არც მოველოდენ ნამდვილად მე ესეთ გაშლას. თან მინდა რომ ეგეთი ადამიანი იყოს, თან გავურბება რა. თან შეიძლება გულიც მწყდება, რომ რატო არ შემოდის ჩემთან ესეთი ადამიანი, რომელიც თქვათ ახლა უნდა მე მინდა რომ თქვათ მე ვგრძნობ, რომ მე შემისაბამისება ესეთი ადამიანი, რომელიც უნდა იყოს ძლიერი ჩემსავით. აბა ვკითხოთ მაშინ ტაროს, რა შიში არის აი აქ რატომ თუ სივრცეში ეგეთი ადამიანი არის დაუშვათ ამ გოგოსთან რომელიც ამ ვიდეოს უყურებს ხო რატომ მაშინ რა უშლის ხელს ასეთი ადამიანის შემოსვლას ამის ცხოვრებაში რა უშლის ხელს ჩქარობთ იცით თქვენ რა ხდება ჯერ პირველ რიგში ეს არის რომ აქ გადიხართ თქვენ აი როგორ არის, აი ჩქარობ, აი ეს მომდის პირველი რაც მოდის, თქვენ ჩქარობ, თქვენ შეიძლება როგორ ხართ, იცით, ნახეთ, არ აძლევთ საშუალება სივრცეს, აი იმისათვის, რომ მართლა ესეთი ადამიანი შემოვიდეს, რას ნიშნავს ეს ჩქარობს? აი როცა დაუშვოთ თქვენ, ну, სიტყვაზე დაგენგრათ ურთიერთობა, ხო? ეს ყოველთვის არ იქნება, შეიძლება თითოეულისთვის იყოს რა. აი დაუშვოთ ურთიერთობა დაასრულეთ, ხო? ან დაშორდით. ეხლა მე არ ვიძახე აქ ახლა ვისაც ქმარი ყავს, თქვენთვის ახლა ეს ინფორმაცია რა თქმა უნდა არ იქნება, თუ თქვენი ქმარი სტაბილურია და თქვენ კარგად გრძნობთ და თქვენი ვაფშე არ იქნება ეს გაშლა. მაგრამ აქ არის უბრალოდ ის, რომ სული ითხოვს, რომ მე მინდა, მე ვგრძნობ, რომ უნდა მყავდეს ისეთი ადამიანი სათანადო, როგორც მე ვარ, ისეთი უნდა მყავდეს, ხო? მაგრამ უბრალოდ არ აკეთებთ ამის არჩევანს. შიში გაურბიხართ ამ სიტუაციას, ხო და იმიტომ არის აქ რა. იმიტომ რომ თქვენ შეიძლება ადამიანი გაიცანით, აი თქვა დავასრულე ურთიერთობა, მე გავიცანი ვიღაცა და ეგრევე შედეხართ ურთიერთობაში. ანუ დროს არ აძლევთ თქვენს თავს იმისათვის, რომ თქვათ ახლა ცოტა გაიაროს მაინც პერიოდმა რა, შეიძლება და ეგაც არის შეიძლება მარტოობის, რომ აი მარტო არ მინდა დავრჩე დაუშვოთ, ხო? ანუ არ მინდა რომ თქვათ ახლა ან დაუშვოთ მინდა რომ თქვათ თუ ეს დამთავრდა ურთიერთობა, მაშინ დროზე უნდა სხვა ურთიერთობა დავიწყო, რომ არ განვიცადო ეს დეპრესია თუნდაც რა. ანუ ეს არის რა. და აი დაუშვოთ რომ შეცვალოს მიდგომა თქვათ რა იქნება. ну რა იქნება და შემოვა ზუსტად ესეთი ადამიანი, რომელიც აი საქმიანიც და მშვენიერი, კარგი ადამიანი, კი, რომელიც სრულიად შეცვლის თქვენს ცხოვრებას და იქნებით გამარჯვებული. აქ უბრალოდ თქვენ ეხლა და დასრულდება რა? დასრულდება თქვენი რაღაც ერთი პერიოდი, სადაც შემოდიან ადამიანი, მხოლოდ აი ესეთი მსუბუქი, ასე ვთქვათ, ურთიერთობისთვის და გასართობა თქვენ ცხოვრებაში რა. აქ უბრალოდ მე ვეტყოდი, რომ აქ არის საჭირო დაელოდოთ, დრო მიეცეთ თქვენ იმისათვის, რომ თქვენ ცხოვრებაში ნამდვილად შემოვა ეგეთი იმპერატორი, ხო? აქ როგორი მომენტია ეს იმპერატორი. თითქოს ეხლა არის პერიოდი, როცა იქ სადღაც აქ ვიღაცა ყავთ თქვენ ეს ხა ისეთი ადამიანი, ნახეთ კიდე რა ხდება, გეტყვით ახლა მე თქვენ მეორე სიტუაცია როგორი წავიდა, იცით? შეიძლება აქ ვიღაცასთან უკვე არის ადამიანი, რომელიც გიყვართ, მაგრამ არ თქვენი იმედი ვერ დააკმაყოფილა, ასე რომ ვთქვათ და მაგრამ აი აქ შეიძლება მოხდეს ამ ადამიანთან განულება სიტუაციის და სხვათა შორის შეიძლება ეს ადამიანიც შემოვიდეს თქვენთან ვაფშე შეცვლილი სხვანაირი რა და შეიძლება ნამდვილად იტყოს რომ მე შევიცვალე და მეც ახლა მინდა ნამდვილად ბევრი მიფიქრე ამ თემებზე და ნამდვილად რაღაცები ისწავლა და მივხვდი რომ მე კი მიყვარხარ ძალიან მაგრამ იმისათვის რომ ყველაფერი კარგად იყოს მე ბევრი რაღაცები უნდა ვისწავლო რომ მე იყოს შენი შესაფერისი, თორე სხვა შემთხვევაში ნამდვილად ვერ ვიქნები. აი არ არის აქ როგორი მომენტი არის, იცით?
სიყვარული არსებობს, ყველაფერი არსებობს. ეს შეიძლება ის თქვენმა სიყვარულმაც რაღაცა ასწავლა ძალიან მნიშვნელოვანი ამ ადამიანს. ამიტომ იმისთვის რომ არ დაკარგოს და თქვენ რომ საერთოდ რომ თქვენ არ დაკარგოს ამ ადამიანმა რაღაცა გადაწყვეტილება მიიღო რომ ან კაი სამსახური უნდა ვიშოვო, ან უნდა ვისწავლო და ფიქრობს რაღაცას, რომ სად რაღაცა ცოდნა მინდა, რომ იმიტომ რომ შენი დაკარგვა ჩემთვის არის აი რაღაც სასწაული და შენი დახმარება მჭირდება მხოლოდ შენი, იმიტომ რომ შენ მშრომელი გოგო ხარ, შენ ისეთი გოგო ხარ, რომ აი რომელმაც ახლა ნამდვილად აქ შეიძლება ცნობილიც ხარ და ძალიან ისეთი გოგო ხართ, რომელიც აი მასშტაბური და ყოველ შემთხვევაში მოდით სულ მცირე თქვენი ფული გაქვთ რა. და აი ეგეთი ადამიანი შეიძლება არსებობს, მაგრამ ამისათვის თქვენ დრო გჭირდებათ, მაგრამ აქ არის კიდევაც აქ სიტუაცია, თუ დაუშვოთ თქვენ ახლა შეიძლება ახლა დაშორდეთ, ან შეიძლება მარტო ხართ, ხო? არის თქვენ სივრცეში ისეთი ადამიანი, რომელიც იქნება თქვენი შესაფერისი უბრალოდ თქვენ გჭირდებათ ცოტა დრო გჭირდებათ, ჩქარობთ და თუ ხედავთ, რომ დაუშვით ვიღაცა შემოვიდა თქვენთან, ესეთი ადამიანი, რომელიც თქვათ ახლა, ინტუიცია კარგი გაქვთ, ამიტომ თქვენ პრინციპში მიმოწერეთ და ძალიან კარგად მიხვდებით, რომ არ არის ეს ადამიანი სერიოზული, არ არის ეს ადამიანი არაფრის მომცემი და აგრძელებთ ურთიერთობას მხოლოდ იმის გამო, რომ თქვათ მარტო არ დავრჩე, ხო? და თქვათ აი გავერთო, ხო? აი თუ გინდათ, რა თქმა უნდა, რომ თქვენ ცხოვრებაში შემოვიდეს სერიოზული პარტნიორი. მეორე ვარიანტიც გითხარით მე თქვენ, რომ არის ესეთი ალბათობა, რომ შეიძლება ეს ადამიანი, ვინც უკვე არის თქვენ სივრცეში, შეიძლება ამ ადამიანმაც ახლა შეცვალოს რაღაცა და უფრო შეეცდება, რომ გახდეს თქვენთვის ის სათანადო პარტნიორი. მე გელოდები თქვენ ჩემს მეორე არხზე, თუ უკვე მესამე არხზე გამოდის და სასიამოვნო მედიტაცია იქნება ეგ დადებული და რა თქმა უნდა თხოვნა, რომელიც იყო ძალიან დიდი ხანია თქვენი, ყველასე არა, ვინც იყო ჩემს ტრენინგებზე, ჩვენ ვემზადებით იქნება აუცილებლად კარგი საინტერესო ტრენინგი ფინანსებზე და პატიჟობთ თუ გინდა, თუ უკვე საინტერესო არის თქვენთვის ეს თემა, შეგიძლიათ მიწეროთ ჩემს დახმარ ჯგუფს, ლინკი ვიდეოს ქვეშ არის და იქ უკვე შევხვდებით ჩვენ ასე თეთ-ა-თეთ და რითიც შემიძლია, იმით დაგეხმარებით, რომ გქონდეთ კიდევაც ფინანსური მდგომარეობა ძალიან კარგი და ურთიერთობა